სამხრეთ კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Samsung-მა საზოგადოებას ახალი თაობის smartphone-ები წარუდგინა. ამჯერად ვიხილეთ ორი ძირითადი მოდელი, რომლებიც განეკუთვნებიან გასაშლელ დასაკეთს კატეგორიას. ამ შემთხვევაში ვხედავთ Fold 7 და Flip 7 და ჩვენი საუბარი პრინციპში შეგვიძლია დავიწყოთ სწორედ Fold 7-ით, რომელიც არის გასაშლელი კატეგორიის smartphone, ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი smartphone და ამავდროულად ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულიც, რადგანაც იგი დაახლოებით 2 ჩვეულებრივი smartphone-ის ფასი ღირს. ამჯერად Samsung-მა ახალ ფლაგმანურ მოდელში ჩააშენა ახალი ტიპის ეკრანი, რომელიც არის 8 დიუმის მოცულობით. ეს არის რა თქმა უნდა დინამიური AMOLED-ის სიკაშკაშება საკმაოდ მაღალი აქვს და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გარე ეკრანის დიამეტრი გაიზარდა 6.7 დიუმამდე, რაც მისასალმებელია, რადგანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მთავარი საჩივარი სწორედ ის იყო, რომ გარე ეკრანი იყო შედარებით ვიწრო და მისი გამოყენება არ იყო კომფორტული, ამიტომაც მომხმარებელს ყოველთვის ყველაფრისთვის უწევდა smartphone-ის გაშლა, რაც მაგალითად გზაში სიარულისას ან ავტომობილის მართვისას არის ძალიან რთული. მოკლედ, ამ მიმართულებით ძალიან კარგი განახლება გვაქვს, ასევე ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ smartphone-ი გაცილებით უფრო თხელი გახდა და ახლა უკვე მისი თითოეული კუთხის სისქე შეადგენს 4.2 მმ-ს, ანუ ის დაკეცილ მდგომარეობაში, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს ეხება, დაახლოებით იმ ზომისაა, რა ზომისაც არის სტანდარტული smartphone, ანუ როგორც იქნა ამ მიმართულებით დიდი პროგრესი ნამდვილად არის. და ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება წელს პრინციპში უკავშირდება ფლაგმანური ფუნქციონალის გამოჩენას Fold-ში. აქამდე ასე იყო გაყოფილი, რომ ფლაგმანური ფუნქციონალი ჰქონდა მხოლოდ S Ultra სერიას, მაგრამ წელს უკვე Fold-იც გახდა ფაქტობრივად Ultra სერიის გამგზელებელი, რადგანაც აქ არის შაშენებული უკვე მთავარი 200 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელიც Ultra-ს აძლევს იმ შესაძლებლობებს, რითიც ის არის ზოგადად ცნობილი, მათ შორის ფანტასტიკური ზუმი, აგრეთვე შესანიშნავი ფოტოები, გარჩევადობის მაღალი ხარისხი, ყველაფერი უკვე ახალ Fold-შიც იქნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, სხვა კამერებიც ფლაგმანური არის და ამასთან ჩაშენებული არის ფლაგმანური პროცესორი, რომელიც არის Snapdragon 8 Elite, სპეციალურად Galaxy-ისთვის ანუ მარტივად რომ ვთქვათ, boost პროცესორი არის. იგი რომელიც ძალიან მაღალი წარმადობით გამოირჩევა. აგრეთვე ამ smartphone-ში რა თქმა უნდა არის ხელმისაწვდომი სტანდარტულად Galaxy AI, რომელიც უკვე ლამის 2 წელია ბაზარზე არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი გასაშლელი smartphone, რომელიც დღეს ბაზარზე გვხვდება, თუმცა თავად გასაშლელ smartphone-ებს სხვა პრობლემები აქვთ, რაც ექსკლუზიური არ არის მხოლოდ Samsung-ისათვის. ამ პრობლემებს მომხმარებლები ზოგადად ისედაც ყოველთვის აწყდებიან, თუმცა მიუხედავად ამისა, ასეთი ტიპის smartphone-ებზე მოთხოვნა მაინც საკმაოდ მზარდია. გასაშლელ smartphone-თან ერთად Samsung-მა წარმოადგინა დასაკეცი smartphone, რომელიც აღწევდება Galaxy Z Flip 7, ანუ ამ მიმართულებითაც ახალ თაობასთან გვაქვს საქმე. ეს არის ყველაზე თხელი და მსუბუქი Flip მოდელი, რომელიც აქამდე გვინახავს. მისი წონა არის სულ რაღაც 188 გრამის, კომპაქტურია, ჯიბეში მარტივად ეტევა, ხელის გულზეც ეტევა და აქვს რამდენიმე ეკრანი, როგორც მიჩვეულები ვართ დასაკეცი smartphone-ებისგან. ძირითადი ეკრანი არის 6.7 დიუმის გაშლის, ხოლო ის მცირე ეკრანი, რომელსაც ვიყენებთ მაშინ, როცა ტელეფონი დაკეცილ მდგომარეობაშია, მისი გაშლა არის 4.1 ინჩი, სიკაშკაშე 2600 ნიტი, ამ მიმართულებით ყველაფერი. კარგად არის, პროცესორი არის 3 ნანომეტრიან არქიტექტურას დაფუძნებული, რომელიც აღჭურვილია სპეციალური ნეირონული ბირთვებით, რაც უზრუნველყოფს Galaxy AI-ის სრულყოფილ ფუნქციონირებას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ეგრეთ წოდებული selling point-ი, უპირატესობა, რომელიც Samsung-ის smartphone-ებს აქვთ მის პირდაპირ კონკურენტთან, Apple-თან და iPhone-ებთან მიმართებით, რადგან iPhone-ებში დაანონსდა მართალია Apple Intelligence, მაგრამ ჯერაც არ გამოჩენილა ის, მათ შორის არც იმ beta update-თან iOS 26-ისა, რომელიც უკვე ზოგიერთმა ადამიანმა, მათ შორის მე ვიხილეთ, როგორც ამბობენ, სექტემბერში უკვე გამოვა სრულყოფილი update-ი, სადაც გამოჩნდება Apple Intelligence-ის ფუნქციონალი, მაგრამ ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ახალი თაობის ტელეფონებზე, რადგან მას სჭირდება ახალი პროცესორი, განახლებული პროცესორი, რომელსაც აქვს ნეირონული ბირთვები. კამერებს რაც შეეხება, აქვს 50 მეგაპიქსელიანი ფართო გაშლის კამერა და 12 მეგაპიქსელიანი ულტრა განიერი კამერა. ბატარეა უფრო ხანგრძლივია, როგორც წესი წლიდან წლამდე ვითარდება ეს მიმართულება, უფრო ცოტათი ყოველწლიურად ინკრემენტალურად იზრდება ბატარეის ხანგრძლივობა და ფერები არის ლურჯი, შავი და წითელი, რადგან Flip-ის ძირითადად საბაზრო აუდიტორია მაინც არის Gen Z თაობა, ახალგაზრდა ადამიანები და მათ მოსწონთ ფერადი და კაშკაშა ტელეფონები, ამიტომაც შექმნა smartphone-მა Galaxy Z Flip 7.